რას ამბობს ილია თოფურია განვლილ კარიერაზე, ცხოვრებისეულ სირთულეებზე და საქართველოში გატარებულ პერიოდზე. UFC-ს მსუბუქი წონითი დივიზიონის ქართულმა ჩემპიონმა ამ და ბევრ საინტერესო საკითხზე ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრა. უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და არ დაგავიწყდეთ დალაიქება და არხის გამოწერა. სიმართლე რომ თქვა, თავს დალოცულად ვგრძნობ. მადლიერი ვარ იმ მდგომარეობის, რომელშიც ვიმყოფები და იმ გამოცდილებების, რაც ცხოვრებაში მაქვს. სიმართლე ისაა, რომ ამას გარკვეულწილად წარმოვიდგენდი, მაგრამ ასეთ სიღრმეებს ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. ვერც იმას, რომ ამ ყველაფერს ასე დეტალურად განვიცდიდი. ვფიქრობ, ცხოვრებაში ხშირად გვაქვს თითქოს წინასწარ დაწერილი სცენარი, მაგრამ შემდეგ ჩნდება ახალი გზები, რომლებიც მოულოდნელობებს გვაძლევს და სწორედ ეს მომენტებია ყველაზე საინტერესო. ძალიან მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც აქამდე გამოვიარე. Ქონდა ქარიშხლიანი პერიოდები, დიდების მომენტები, წარმატებები, აღმავლობა და დაცემა, მაგრამ ყველა ამ მომენტისთვის მადლიერი ვარ, რადგან მათ შექმნეს ის ადამიანი, ვინც დღეს ვარ. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ჩემს ძმასთან ერთად ესპანეთში ჩავედი, რადგან ჩემი მშობლები უკვე იქ ცხოვრობდნენ. ამ ისტორიასაც თავისი ფონი აქვს. როგორ მოხვდით იქ და რა მოხდა მანამდე. როცა იქ ჩავედით და სპორტში დავიწყეთ საქმიანობა, ჩვენ უბრალო ოჯახიდან ვიყავით. არასდროს გვაკლდა სიყვარული და ჯანსაღი ოჯახური ურთიერთობა, თუმცა ფინანსური რესურსები შეზღუდული გქონდა. ამიტომ ყველაფრისთვის, რაც გვინდოდა, გვიწევდა მუშაობა. დავიწყეთ მუშაობა ალიკანტეს სანაპიროზე, შეძლონგების გადატანით. მე და ჩემი ძმა მუდმივად ვარჯიშობდით და ვასპარეზობდით. სხვადასხვა ქალაქებსა და ქვეყნებში შეჯიბრებებზე წასასვლელად ფინანსური მხარდაჭერა გვჭირდებოდა. ამიტომ გვიწევდა მუშაობა. ამავე დროს თითქმის პროფესიონალურ დონეზე ვარჯიშობდით და ვასპარეზობდით მაღალი დონის შეჯიბრებებში. ამავდროულად კი მუშაობდით. რთული იყო, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო. ვფიქრობ, ცხოვრებაში ხშირად გვხვდება გამოცდები, მომენტები, სადაც ჩანს, რა ტიპის ადამიანი ხარ. როგორც ყოველთვის ვამბობ, არსებობს ორი ტიპის ადამიანი. ისინი, ვინც უბრალოდ ელოდებიან მოვლენებს და ისინი, ვინც თავად ქმნიან მოვლენებს. ყოველთვის ვცდილობდი გამეგო, სად მივყავდი ჩემს ცხოვრებას. საჭიროა რთული პერიოდები, რათა რეალურად განავითარო შენი პოტენციალი. თუ ყოველთვის მხოლოდ მზიან დღეებში ცხოვრობ, ვერ ხვდები ისეთ სიტუაციებში, სადაც სიმამაცე და ძალა უნდა გამოავლინო. თუ ყველაფერი მარტივია, რატომ უნდა იშრომო? ამიტომ, როცა ჩემს ცხოვრებაში რთული მომენტი მოდის, ყოველთვის ამას ვიღებ როგორც გაკვეთილს, რაღაცას, რაც გამაძლიერებს და საბოლოოდ ყოველთვის ასე ხდება. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები წავიდნენ, არასდროს გვიგრძნია მარტოობა. ყოველთვის გვაგრძნობინებდნენ, რომ მათი ნაწილი ვიყავით, რომლის მიზანიც უკეთესი მომავლის შექმნა იყო. მუდმივად გვქონდა მათთან კავშირი. თუმცა, როცა 8-9 წლის ხარ, შენი გმირები შენი მშობლები არიან და მათი ფიზიკური არყოფნა რთულია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ემთხვევა ომს. ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს ადამიანის ცხოვრებაში. ქაოსია, არ არის საკვები, წყალი, ყველგან შიშია. ასეთ დროს მშობლების გარეშე ყოფნა ძალიან რთულია. თუმცა, ამავე დროს ეს გაძალებს ადრე გაიზარდო. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოცდილებებმა მოგცა ის ცოდნა და სიმწიფე, რაც მოგვიანებით ცხოვრებაში ძალიან დაგვეხმარა. ყოველთვის რეალისტურად ვუყურებდი საკუთარ თავს და ვიცოდი ვინმეს რომ შევემჩნიე, გამორჩეული უნდა ვყოფილიყავი. ამისთვის კი დიდი შრომა იყო საჭირო. ყოველდღიურად უნარების დახვეწა. მე გამორჩეული უნდა ვყოფილიყავი და რაც მე და ჩემს ძმას გვარჩევდა, იყო დისციპლინა, მუდმივობა და გაუმჯობესების სურვილი. თუ იმ ადამიანებს კითხავ, ვინც ბავშვობაში გვიცნობდა, გეტყვიან, რომ განსაკუთრებული არ ვიყავი. დღეს შეიძლება სხვაგვარად ამბობენ, მაგრამ მაშინ ასე არ იყო. თუ 10 ბავშვი იყო, მე ვიყავი მე-6 ან მე-7. ის ვისაც ყურადღებას არავინ აქცევდა. ბევრი კმაყოფილდებოდა ბუნებრივი ნიჭით ან გამარჯვებებით და აღარ შრომობდა. მე კი ეს არ მაკმაყოფილებდა. ყოველთვის ვშრომობდი, რადგან ვიცოდი, თუ სწორად მეუდგებოდი საფუძვლების სწავლას, წარმატებას მივაღწევდი. როგორც ვამბობ, ყველაფერს თავისი ანბანი აქვს, სპორტსაც, ფულსაც, ნებისმიერ საქმეს. ჯერ უნდა ისწავლო ეს ანბანი სრულყოფილად. შემდეგ იწყებ სიტყვების და წინადადებების შექმნას. სპორტშიც ასე იყო. მუდმივად ვაუმჯობესებდი ტექნიკას, სანამ არ დადგა ის დღე, როდესაც თავი გამოვიჩინე. ყველაზე რთული სპორტში და ზოგადად ცხოვრებაში არის ფიზიკური ტკივილი. ყველაზე რთულია დემოტივაცია, გაურკვევლობა, ეჭვები, სწორ გზაზე ხარ თუ არა. ყველაზე რთულია საკუთარ თავში იპოვო ის ნაპერწკალი და რწმენა და ყველაზე რთულია გამოჩნდე მიუხედავად ყველაფრისა. როცა ყოველდღე მიდიხარ დარბაზში, წვიმაში, ქარში, მოტივაციის გარეშე, ტკივილით, მაგრამ მაინც მიდიხარ, სწორედ ეს ქმნის განსხვავებას. ამიტომ ვამბობ, რომ უმოქმედო გონება იზიდავს ცუდ ჩვევებს და დამოკიდებულებებს. ამიტომ ვცდილობ ყოველთვის დაკავებული ვიყო, ვარჯიშით, კითხვით, ნებისმიერი აქტივობით. როცა არაფერს აკეთებ, ჩნდება მოწყენილობა და სიცარიელე, რომელსაც ადამიანები ხშირად დოფამინით ავსებენ, დროებითი სიამოვნებით. ბევრ ადამიანს ცხოვრებაში აკლია ემოცია. ემოცია კი არ მოდის შრომის გარეშე. დღეს ჩემი ცხოვრება სავსეა ემოციებით, მაგრამ ამისთვის დიდი შრომა დამჭირდა და დღემდე ვშრომობ. საბოლოოდ თუ რაღაც გინდა,
რაღაცის ფასად გიჩნდება. ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო არა მხოლოდ წარმატების მიღწევა, არამედ სხვების мотиваცია და შთაგონება, როგორც მომავალი, ისე არსებული თაობების. და როგორც მამა ჩემი ამბობს, სხვების შთაგონების ერთადერთი გზა არის თავად გახდე მაგალითი. ვფიქრობ, ყველა ეპოქას თავისი გამოწვევები აქვს. ჩვენს ჰქონდა ჩვენი პერიოდი. შესაძლოა მაშინ ეკრანები არ იყო, მაგრამ არსებობდა სხვა სახის ცდუნებები. ცდუნებები ყოველთვის იარსებებს და არც საბაბები ამოიწურება. ყოველთვის იქნება მიზეზები, რატომ არ უნდა გააკეთო რაღაც. მაგრამ ადამიანი, რომელსაც ნამდვილად სურს განსხვავებული შედეგის მიღწევა და რეალური ღირებულებების შექმნა თავისი გარემოსთვის და საზოგადოებისთვის, აუცილებლად იპოვის საკუთარ თავში იმ სიმამაცეს და ძალას, რომელიც შესაძლოა მანამდე არც კი იცოდა რომ ჰქონდა. მნიშვნელოვანია რწმენა. ამას ხშირად ვიმეორებ. რწმენასა და შიშს ბევრი საერთო აქვთ, რაც გაშინებს, გაშორებს რწმენას, ხოლო რისიც მართლა გჯერა, გაძლევს საშუალებას შიში დაივიწყო. ამიტომ ვამბობ, რომ როგორც რწმენა, ისე შიში ორივე მოითხოვს, რომ დაიჯერო რაღაც, რაც არასდროს გინახავს. არჩევანი შენზეა. ირჩევ ისეთ რამეებს, რაც ამცირებს შენს პოტენციალს, თუ ისეთებს, რაც ზრდის მას. ყოველთვის ვირჩევ ისეთ ფიქრებს, რომლებიც მაბედნიერებს, მაძლიერებს და მაძლევს რწმენას, რომ შემიძლია და რომ ხვალ უკეთესი იქნება. და თუ ვერ შევძლებ, ვეძებ დახმარებას, რათა სწორად და საუკეთესოდ გავაკეთო. რა თქმა უნდა, არასდროს ვაშენებ ჩემს ბედნიერებას სხვის უბედურებაზე. ეს არის პრინციპი, რომელსაც არასდროს დავარღვევ. ჩემი ძმა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში. ბავშვობიდან განსაკუთრებული კავშირი მქონდა. ყველა ჯერზე, როცა ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წინაშე ვდგავარ, კიდევ ერთხელ ვხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია ის ჩემთვის. მან ძალიან ბევრი რამ მასწავლა და დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე. როცა პრობლემა მქონია, პირველი ადამიანი, ვისაც ვურეკავ, ყოველთვის ჩემი ძმა. 14 წლის ილიას სიმართლე გითხრათ, ბევრს ვერაფერს ვეყოდი, რადგან სწორედ იმ 14 წლის ილიამ მომიყვანა აქამდე. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ის სადაც დღეს ვართ, ჩვენი წარსული ფიქრებისა და მოქმედებების ანარეკლია. ვფიქრობ, იმ 14 წლის ბიჭმა სწორედ იფიქრა და სწორი ნაბიჯებიც გადადგა. ერთადერთი, რასაც ალბათ ვეტყოდი, ისაა, რომ ზოგიერთ მომენტში იმაზე მეტად ვინერვიულე, ვიდრე საჭირო იყო. იმაზე მეტად განვიცადე, ვიდრე იმსახურებდა. საკუთარ თავს ვეტყოდი, რომ ზედმეტად არ ეშფოთა. თითოეული გამოცდილებით ეს სიამოვნა და სწოდნოდა, რომ ყველაფერი გაივლის. დიახ, ყველაფერი გაივლის. ეს დიდი გზავნილია. ჩვენ საქართველოში ვცხოვრობდით და სკოლაშიც იქ ვსწავლობდით. ვინც ჩვენს კულტურას იცნობს, იცის, რომ ეს გარემო საკმაოდ რთულია. ხშირია დაპირისპირება სკოლაში. ბავშვობაში არ იცი, რა არის სწორი, როგორ დაიცვა თავი, ვის მიმართო. მე პირადად არ მიყვარდა კონფლიქტები. სპორტი უფრო მიზიდავდა. ბევრს გონია, რომ თუ საბრძოლო სპორტით ხარ დაკავებული, აგრესიული ხარ, მაგრამ სინამდვილეში მე არასდროს მიყვარდა ქუჩაში დაპირისპირება. თუმცა ზოგჯერ მაინც გიწევს ასეთ სიტუაციებთან შეხება. მეშინოდა კიდეც, შესვენებაზე შეიძლება უფროსები ფულს გთხოვდნენ, დაგცინოდნენ. ასეთი მომენტები გავლენას ახდენს შენს თვითშეფასებაზე. თავს სუსტად გრძნობ, თითქოს ნაკლები ხარ, სანამ არ იწყებ ამაზე საუბარს. მე ყოველთვის უზიარებდი ჩემს სისუსტეებს ახლობლებს. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო რამ ჩემს ცხოვრებაში. არასდროს მეშინოდა დახმარების თხოვნის. ზოგჯერ ჩვენ თვითონ არ გვაქვს პასუხები და გვჭირდება სხვასთან საუბარი. ამაშია განვითარების სილამაზე. ყველას გვჭირდება ადამიანი, ვინც დაგვეხმარება და გაგვამხნევებს. მაგრამ დღევანდელ საზოგადოებაში დახმარების თხოვნა თითქოს სისუსტეთ ითვლება. სინამდვილეში კი პირიქითაა. მე ცხოვრებაში ყოველთვის ვითხოვდი დახმარებას, ფინანსურს, რჩევას, ემოციურს, სულიერს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს რომ არ გამეკეთებინა, დღეს აქ არ ვიქნებოდი. არასდროს უნდა იფიქრო, რომ ყველაფერი იცი. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც მეც ვსწავლობ, მით უფრო ვხვდები, რამდენი რამ არ ვიცი. პირველ რიგში უნდა აღიარო, რომ სრულყოფილი არ ხარ. ყველა უშვებს შეცდომებს. ყოველთვის გაქვს შანსი შეცვალო ყველაფერი. თუ ჯანმრთელი ხარ და შეგიძლია მოქმედება, ყოველთვის გაქვს შესაძლებლობა თავიდან დაიწყო და ისწავლო შეცდომებზე. თუ გინდა შეცვლა, მოქმედება უნდა დაიწყო ახლა, არა ორშაბათიდან. თუ მართლა გინდა რაღაც, ორშაბათი არის სწორედ ახლა. და არა დღეს გავერთობი და ხვალ დავიწყებ. არა, თუ უკვე გააცნობიერე, მუშაობა იწყება ამ წამიდან. ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრებით არ უნდა ისიამოვნო. პირიქით, უნდა ისიამოვნო, მაგრამ შენ უნდა აკონტროლო შენი გადაწყვეტილებები და არა ემოციებმა. მე მეგობრებთან ერთად გავდივარ, ღვინოსაც მივირთმევ, მაგრამ ეს ყოველთვის ჩემი გააზრებული არჩევანია, არა იმპულსი. არასდროს ვაძლევ უფლებას ცდუნებებს, რომ არასწორი გზით წამიყვანონ, იმიტომ რომ შემდეგ მოდის სინანული, რომ საკუთარ თავს და საკუთარ ღირებულებებს უღალატე. ეს აზრი კი შენზე შენივე წარმოდგენას ანგრევს. საბოლოოდ ყველაზე მეტ დროს საკუთარ თავთან ვატარებ. ადამიანი, ვინც ყველაზე ძლიერ მჭირდება, ვისაც ყველაზე დიდი სიმტკიცით ვეყრდნობი, ეს მე თვითონ ვარ. მჭირდება, რომ საკუთარ თავზე კარგი წარმოდგენა მქონდეს. ამისთვის აუცილებელია, რომ ჩემ სიტყვას პატივი ვცე, რომ ჩემი სიტყვა ჩემთვის ღირებული იყოს. ადამიანები ხედავენ ჩემს სახეს, ღმერთი კი ხედავს ჩემს გულს. ამიტომ გულში უნდა ვიცოდე, რომ კარგ რამეებს ვიმსახურებ, რომ ნამდვილად ღირსეული ვარ იმ ყველაფრისთვის, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება.
პატივი უნდა ვცე ჩემს სიტყვას, ჩემს თავს, ჩემს სულს და ყველა ჩემს ახლობელს. და ყველაფერი ჩემიდან იწყება. ამიტომ ყოველთვის საჭიროა რომ საკუთარ თავზე კარგი აზრი გქონდეს. რა თქმა უნდა, არ უნდა იყო გულუბრყვილო. სოფლიოში არსებობს ბოროტება, არსებობენ ცუდი ადამიანები და ამას უნდა აცნობიერებდე. მაგრამ აქცენტი საკუთარ თავზე გქონდეს. თუ არ გამოგდის, ირწმუნე რომ გამოგივა. გაიმეორე და გაიმეორე, სანამ ხელებზე კოჟლები არ გაგიჩნდება და ბოლოს დაუკრავ მელოდიას, რომელიც ბევრს გააოცებს. თავარია არ დაკარგო ეს მონდომება. და ბოლოს, ვინ არის გამარჯვებული? გამარჯვებული ადამიანი, რომელმაც ბევრი წაგება ნახა, მაგრამ არასდროს დანებდა. ჩემს კარიერაში, დასაწყისში, როცა სამოყვარულო დონეზე ვასპარეზობდი, დამარცხებებიც გამოვცადე. ღმერთის წყალობით, პროფესიულ დონეზე ჯერ დამარცხება არ განმითდია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ასე გაგრძელდეს. ყოფილა მომენტები, როცა მეტის გაკეთება შემეძლო და სწორედ მაშინ ვიტანჯებოდი ყველაზე მეტად. შემეძლო უფრო მეტად მემუშავა, უფრო მეტად მევარჯიშა და ეს მარცხი იყო შედეგი იმისა, რაც მანამდე გავაკეთე. ასევე ყოფილა შემთხვევები, რომ მაქსიმალური ვეცადე, მაგრამ მაინც არ გამოვიდა. მაგრამ მერე ცხოვრებამ ყოველთვის მიმიყვანა ისეთ გზებზე, უკან რომ ვიყურები, ვამბობ, კარგი იყო რომ ეს მოხდა, რადგან ამან ისეთი გაკვეთილი მომცა, რომ ეს რომ არ მომხდარიყო, სხვა გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებდი. ამიტომ ყოველთვის ვენდობი ღმერთის გეგმას. ერთადერთი რაც არასდროს მაწუხებს, როცა მაქვს შანსი რაღაცის მიღწევის, ვიცი რომ ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო და ამის შემდეგ შეუძლებელია თავი დამარცხებულად ვიხსნო. პირიქით, მგონია რომ ამ ყველაფრის უკან რაღაც იმალება, რაც ერთ დღეს უკან მომახედებს და მათქმევნიებს. კარგია რომ ასე მოხდა. წარმატებები ვუსურვოთ ილია ტოფურიას, რომელიც 15 ივნისს თეთრ სახლში მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებით ჩემპიონს ჯასტინ გეიჯს დაუპირისპირდება. აქვე თუ დაგავიწყდეთ, დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი.